ინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და ის ადამიანები, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად 300 დღეზე მეტია, რაც ქუჩაში დგანან ამ წუთებში სიტყვით მიმართავენ იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს და როგორც ისინი ამბობენ, ამ დღევანდელი შეკრების და პროტესტის ამ ახალი ფორმის მიზანი ის არის, რომ საჯარო მოხელეები გამოაფხიზლონ და როგორც ისინი ამბობენ, სახელმწიფოსგან დაფინანსებულ ადამიანებს მოუწოდონ გამოგვიძებისკენ და მათ ხმა აიმაღლონ იმ მათი თქმით უკანონო ქმედებებისკენ, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, როგორც გითხარით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები იუსტიციის სამინისტროსთან, აქ ბანერები აქვთ მოტანილი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, აქციის მონაწილეებს, მათ შორის ვხედავთ დიდ ბანერს, სადაც წერია თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და სწორედ ამ იდეის და ამ სათქმელის გარშემო ერთიანდებიან ეს ადამიანები და სწორედ ამის გამო მიმართავენ ისინი პროტესტის სხვადასხვა ფორმას და ამიტომ გადაწყვიტეს დღეს სწორედ საჯარო უწყებასთან მოსვლა და როგორც ისინი ამბობენ, ეს არ იქნება აქ არ გაჩერდება, იუსტიციის სამინისტრო არის პირველი ლოკაცია, თუმცა ისინი ყველა საჯარო უწყებასთან მივლენ და ასევე ყველა საჯარო მოხელეს მოუწოდებენ გამოგვიძებისკენ, როგორც თავად ამბობენ და გარდა ამისა, ყველა უწყებაში დაატოვებენ სინდისის პატიმრების საქმეებს და როგორც ისინი აღნიშნავენ, რომლითაც დასტურდება, რომ მათი საქმეები არის თეთრი ძაფით შეკერილი. სინდისის პატიმრების მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დავიწყეთ ახალი კამპანია, რომლის მიზანიც არის საჯარო მოხელეების გამოგვიძება და მათი მოქმედებისკენ მოწოდება. ჩვენ მათ ვახსენებთ საჯარო მოხელის ფიცს და იმას, რომ ისინი კეთილსინდისიერად უნდა ემსახურონ ხალხს და არ შეეგუონ იმ უსამართლობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, იმ რეპრესიებს, უსამართლოდ დაკავებულ ადამიანებს. ვაპირებთ, რომ მოვიაროთ ყველა საჯარო დაწესებულება იმისათვის, რომ ამ დაწესებულებებში ჩავაბაროთ რეჟიმის პატიმრის ისტორიები, სისხლის სამართლის საქმის ისტორიები, სადაც ძალიან კარგად ჩანს თუ რატომ არიან ეს ადამიანები უდანაშაულოები და რატომ არიან ისინი რეალურად რეჟიმის პატიმრები. ეს ისტორიები უნდა მივიტანოთ თითოეულ მათგანამდე, რადგან მნიშვნელოვანია საჯარო სექტორს ესმოდეს ხალხის და აცნობიერებდეს მის პასუხისგებლობას. თხოვნა არის ეს, რომ გამოუფხიზლდეთ, რადგანაც ქვეყანას ვკარგავთ და ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ეს ყველა საჯარო სამსახურთან მისვლა. ჩვენ მივმართეთ ახლა იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროდან აუცილებლად გადავინაცვლებთ ფინანსთა სამინისტროსთან, იმიტომ რომ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ახსენებენ ასევე იმ ფიცს საჯარო მოხელეებს, რომელიც მათ დადეს საჯარო მოხელის ფიცი და როგორც ისინი ამბობენ, ამის შემდგომ უკვე ფინანსთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ და სხვა დღეებშიც გააგრძელებენ ისინი საჯარო უწყებებთან მისვლას და ყველა საჯარო მოხელეს მოუწოდებენ მოქმედებისკენ.